ტესტი შიზოფრენიაზე. რას ხედავ ამ ფოტოზე? მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე არც ექიმი ვარ, არც სპეციალისტი, მე არ ვამტკიცებ არაფერს. უბრალოდ ეს ტესტი არსებობს იმისთვის, რომ დაადგინონ არის თუ არა ადამიანი მიდრეკილი შიზოფრენიისადმი. ძალიან საინტერესო ტესტია. რაში მდგომარეობს ეს ტესტი? მოკლედ, აი ამ ფოტოს რო შეხედავ, პირველი რასაც დაინახავ, აუცილებლად დაწერე კომენტარებში. ოღონდ ვიდეოს ნახვის მერე არა, აი ახლავე დაწერე. და საინტერესო იქნება ძალიან და მე ბოლოს გეტყვი თუ რაშია საქმე. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს ძალიან ბევრ რამეს და ეს ყველაფერი დაწერეთ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს. მე საერთოდ ვერაფერი ვერ დავინახე ლაქების გარდა. ხოლო როგორც სპეციალისტები ამბობენ, მე არა, სპეციალისტები ამბობენ, ამ ფოტოზე ერთი კონკრეტული რამაა გამოსახული და თუ ის ეგრევე დაინახე, ანუ პირველი შეხედვაზე მიხვდი რა არის ამ ფოტოზე, მაშინ შენ გაქვს იმის საშიშროება, რომ გქონდეს შიზოფრენია. ოღონდ ეს რა თქმა უნდა 100%-იანი დიაგნოზი არ არის, იმიტომ რომ მილიონი ტესტი ტარდება ამის დასადგენად. მე ვერაფერი ვერ დავინახე, ჩემმა მეგობრებმაც ვერ დაინახეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც თავიდან ვერაფერს ვერ ხედავთ ამ ფოტოზე კონკრეტულს, ყველანი კარგად ვართ და ნორმალურად არის ჩვენი ფსიქიკა. ხოლო თუ ეგრევე დაინახე, რაც ამ ფოტოზეა, მაშინ ბოდიში. და ამ ფოტოზე ახლა მე დაგანახებთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამის დანახვა, გაჩვენებთ თუ რა არის გამოსახული. დიახ, ეს არის ძროხა. ამ ძროხას რო უყურებ, მე უკვე აღარ შემიძლია, რომ ვერ დავინახო ეს ძროხა. რო აღმოაჩენ, მე უკვე ძნელია, რომ გააქრო ეს ძროხა ამ ფოტოდან. მოკლედ, ვინც ვერ დაინახეთ, კარგად არის თქვენი საქმე და ვინც ეგრევე დაინახეთ, არის ვარიანტი იმისა, რომ ცოტა შიზოფრენიისკენ მიდიოდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის ერთ-ერთი ტესტი იმ მილიონი ტესტიდან, რომელსაც ადამიანს უტარებენ. ამიტომ ეს არაფერს არ ნიშნავს. მოკლედ, ვინც ვერაფერი ვერ დაინახეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. ხოლო ვინც დაინახეთ ის ძროხა, შეგიძლიათ მოიწონოთ, გააზიაროთ ეს ვიდეო და დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ვიდეოები იქნება ჩემ არხზე.